ხო, ამოგერღი ახლა. მახსოვს, კარგად მახსოვს. რა გახსოვს, თერაპა? რა? ოსმალეთში ვარ. ყრეობაში და კაი ახლა, კაი. ვალოდია წულაძე. ქართულ თეატრშიც და კინოშიც ბევრი არტისტი თამაშობს მოხუცს და თამაშობს რაღაცას ძლივს დადიან, ჩიფჩიფებენ, წერს იწებებენ და აი მოხუცის რაღაცა კარიკატურა. აი ვალოდია წულაძე იყო არტისტი, რომლის აი ერთი გამოჩენა, ერთი მიმიკა, ჟესტიკულაცია ეკრანზე იყო აი ნამდვილი მოხუცის ატმოსფეროს შექმნა. ეს ისეთი თანდაყოლილი ნიჭია, რომ იყო გასაოცრად ბუნებრივი, გასაოცრად ნატურალური, რომ თამაშობდა სხვადასხვა კუთხის ძირითადად გლეხებს, მოხუცებს, ბაბუებს, ხან აბალახი გეფაროს, ხან კახური ქუდი, ხან ფაფახი, მაგრამ ყველგან იყო აი განსაკუთრებულად გამორჩეული. აი რაღაცა ისტორიით ჩდებოდა ეკრანზე. დია, ამას ისხედავ. რა დილა გამითენდა. ქრისტიანს დგა. ქრისტიანს დგა, შურიგე. ქრისტიანს დგა. ჭეშმარიტად ლუკაია, ჭეშმარიტად. ფიროსკან. როგორ ახარ ლუკაია? ვართ შურიგე, ღვთისა და თქვენი შეწევნით. რა ვიქნებით ამ ურჯულების ხელში? ამას აქ რა უნდა ლუკაია? დღევანდელი დღის მადლი გაუწყლეს არემბალანს. მილიცია მოგვაყენა კარზე. ხვალისათვის გჭირდებაო ეგ როიალი კლუბში. ქართული თეატრი მის წინაშე ვალშია, იმიტომ რომ ვალოდია წულაძე იყო ის არტისტი, რეჟისორი თუ ხელმძღვანელი მენეჯერი დღევანდელი ენაზე რო ვთქვათ, რომელიც აი სხვადასხვა ქალაქებში დადიოდა და სათეატრო პროცესების რაღაცა ახალ სიცოცხლეს იწყებდა. ნუ ძირითადად მისი მოღვაწეობა მაინც გურიაში და ლანჩხუთის თეატრს უკავშირდება, სადაც მისი სახელობის მუზეუმიც არის და არაჩვეულებრივი ბიოგრაფია შექმნა ამ ქალაქში, მაგრამ დაწყებული ზუგდიდით დამთავრებული აბაშით ყველგან სხვადასხვა სეზონებში სხვადასხვა აქტივობები აქვს და რაღაც აი მე ხშირად ვამბობ რომ ქართული თეატრის ჯარისკაცი. აი ვაღანა შვილი-შვილია ჩემი. ეს ერთი დამჭა ქვეყანაზე. გეხნეწე შემოგლახუნა. წეიყვანი ამ ზაფხულს თაში. წემსად. პატარა ჯერ ვერ გაუძლებს ცხისა და უშვებელის დევნას. დიდი ხათრი მაქვს შენ ლონკას ბატონო, მაგრამ ვერ ვიზა მაგ საქმეს. თვითონ იცი რა ძნელი სამუშაოა მთაში. კი მაგრამ რა გაგიჭირდა ამისთან რომ მთაში უშვებ აღანას, ა? მიჭირს გლახუნა. მიჭირს ბატონო. ჭლექი ჭირს ბიჭს. ევგენია ქიმათქვა. ამ ზაფხულს მთაში თუ არ წაიყვანე, კარაქი და თაფლი თუ არ მიახმარე, და იღუპებაო, მე კი ვხედავ რა ფერ ვარ მოფანფანებული. კარაქი და თაფლი კი არა, ჭადი არ მაქვს სამყოფი. შენ ერთი მყავ ხარ ქვეყანაზე. გადამიჩინე აი ბაღანა და მერტი გადაგიხდი სამაგიერს. აკაკი ფაღავა სტუდიის დამთავრების შემდეგ მუშაობა გააგრძელა ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში. 1937 წლის 28 თებერვალს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ეს თეატრი, სადაც წარმოდგენილი იქნა შალვა დადიანის ნინოშვილის გურია. ვალოდია წულაძემ აქ მთავარი როლი სიმონა განასახიერა თავის მომავალ მეუღლესთან თამარ კირთაძესთან ერთად. თამარ კირთაძემ დარიკოს როლი განასახიერა.
ეს გახლდათ სპექტაკლი, რომელიც ყველაზე მრავალჯერ დაიდგა ლანჩხუთის თეატრში. და საქართველოს მასშტაბით არ დარჩენილა კიდევ არც ერთი თეატრი, რომ ნინოშვილის გურია არ ყოფილიყო წარმოდგენილი. ამ სპექტაკლს ესწრებოდა ავტორი პიესისა შალვა დადიანი და როდესაც შალვა დადიანმა ეს პიესა იხილა, განსაკუთრებით მოეწონა, იმიტომ რომ სპექტაკლს ძალიან უხდებოდა გურულების დიალექტი და ცუნუ ჟორდანიას აკომპანიმენტი, რომელიც ვალოდია წულაძის მიერ დაწერილი ლექსების მიხედვით შექმნილ სიმღერებს მღეროდა. მან სპეციალური სტატიაც კი უძღვნა ამ სპექტაკლს, როდესაც თბილისში დაბრუნდა. ვალოდია წულაძის მოღვაწეობა სახელმწიფო თეატრიდან დაიწყო, ის ამავე დროს ზუგდიდისა და აბაშის თეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელიც გახდათ. 1938 წლიდან 46 წლამდე სათავეში ჩაუდგა ლანჩხუთის სახელმწიფო თეატრს, რომელმაც იარსება 1958 წლამდე. მე ერთი რა ვიცი დანამდვილებით. მე შევიგები იქნებიან თუ ბოლშევიკები, ამოროკიანი, თოკის ბაყუნი, მაინც არ ამსდება და არა. მახსოვს. ოსმალეთში ვარ. Далее tu gazigar. რა დროს ოსმალეთი ამნაქვაღამე. უყურე შენ? დავით. არ დავაძინოთ ეს ხალხი. კი, ყოველაც მინდა იყოს ამ ოჯახის შემწედამ წყალობები. ყველაზე მნიშვნელოვანი როლი მას ყველაზე შთამბეჭდავი როლი ეს არის ხევისბერის გოჩა. ცნობილი ფაქტია, როდესაც აკაკი ხორავა ესწრებოდა ხევისბერის გოჩას დადგმას, მიუხედავად იმისა, რომ თავად გახდათ ბრწყინვალე ხევისბერი, ფარდის დახურვას არ დაელოდა, იმდენად მოიხიბლა ვალოდია წულაძის მიერ შესრულებული როლით, აიჭრა სცენაზე, მიულოცა დიდი წარმატება და გზა დაულოცა დიდი თეატრებისაკენ. მაგრამ ვალოდია წულაძე გახდათ ლანჩხუთის პატრიოტი, ის ამბობდა, რომ ჩვენი მზის ქვეშ მე ლანჩხუთი მთელ ქვეყანას მირჩევნიაო და ცდილობდა, რომ მთლიანად დახარჯულიყო ლანჩხუთის თეატრისათვის. ვალოდია წულაძე იყო ძალიან არა ამბიციური როგორც ირკვევა, იმიტომ რომ მისი რაღაცა ბიოგრაფიის და თუნდაც კინო მოღვაწეობის მქონე კაცს შეეძლო რომ თბილისში რომელიმე თეატრში ყოფილიყო, მაგრამ ის იყო აი რეგიონთანაც აი ყველაზე მნიშვნელოვანი სახალხო თეატრები სადაც იყო. იმ ქალაქებში ჩადიოდა პროფესიულ და ისეთ სახელმწიფო თეატრებში კი არა, აი სახალხო თეატრი, ნუ ეს ნიშნავს რომ მისთვის იყო მთავარი თეატრი და მაყურებელი და არავითარი ამბიცია. ამ კვირის კოპაძეების წისქვილში 1 ფუთის სიმინდი გავატარე დასაფრთხალად და 2 ოყა მომიტანა. ვიღაცა კუხალეიშვილის ობლებისთვის დაუტოვებიათ. შეათო და მარტო არიან და ცოდო არიან. ასე რაკაჩაღით. უყურე შენ? მართლა ბიჭო? მაგირა ბატონო. მაგან და მასავი თუ პატრონო კუყურია უგულავამ ატამი მოპარეს საკუთარ გეოგრაფიის მასწავლებელს დათიხოცვერავ. და ვიღაც მართხოჯელ ლავე ბახტაძეს გოუცვალეს აწყაჟეში. ერეკლე მეორეს ხმალიაო. აბა უყურე შენ? მართლა ბიჭო? ბატონო კიჩვარდი რო დაგიჩემებიათ მართლა ბიჭო, მართლა ბიჭო. ამხნის ქალივა და ჩემი არ გჯერა, არ გჯერა. მაგას რა ვაკადრებთ ხალბატონო იულია, მაგრამ მე იმას ვფიქრობ. რა ეშველება მეთქი ახლა ამას? ზახილში, სადაც სესილია თაყაიშვილთან აქვს სცენა. ამხელა არტისტია ქალბატონი სესილია. აი, რო ნახო, იფიქრებს, რომ ეს არის 2 რაღაცა თანაბარ შესაძლებლობის მქონე არტისტი, რომელიც აი ასაკოვან ბებიასა და ბაბუას თამაშობენ, რომლებიც ეკიშებიან ერთმანეთს ბავშვის სიყვარულში. ესეთი არტისტები დღეს ცოტანი არიან, რომლებიც აი რაღაცა ტექსტის წაკითხვისთანავე ცხოვრობენ და მოქმედებენ იმ მოვლენათა რიგში, რომელსაც რეჟისორი და სცენარისტი თავაზობს და მე მგონია რომ აი მნიშვნელოვანია ვალია ჩვენი რომ გავიხსენოთ ის არტისტები რომლებიც აი ესეთ რაღაცა ბედნიერ ეპიზოდებს ქმნიდნენ კინო თუ თეატრალურ ხელოვნებაში. ასმიტო ახლა რომ ვიდეო ამკა. არც ბიძაშვილებს გამოემშვიდობენ და არც არავის. რაც მომთხოვს, გაქცევას რა უნდა. მე შენ გეტყვი დაგეწევა თუ რა? მაგრამ რაღაცა მაგალებს. რაღაცა ძაღა. რა ხვია ნეტა მომძაღას. ბაბუ,
რაზე ფიქრობ? არაფერს. ვალოდია წულაძე ჩემ ცხოვრებაში შემოვიდა 11 წლის ასაკში. მე ვიყავი 11 წლის. როგორც ბაბუა. ბებია სესილია თაყაიშვილი და ბაბუა ვალოდია წულაძე. მაშინ უბრალოდ ბაღავადარა ვიყავი მაინც და მათთან მქონდა ისეთი ბავშვური უანგარო ურთიერთობა რა. და ვერ ხვდებოდი რა ბედნიერებას მაზე არა მამამ რო ვალოდია წულაძე და სესილია, სესილია ბებიების ბებია, ყველა ბებია, ალბათ ერთიანდება, მთლიანდება, ქართველი ბებია, სესილია თაყაიშვილში. ხო და ვალოდია წულაძე, ესე იგი შემოვიდა, მაშინ იძახდნენ პროსტაობა სანთელივით კაცი. აი ზუსტად ესეთი ადამიანი იყო, რაღაც ხმელი ძალიან საინტერესო გარეგნობა ჰქონდა და უსათნო ეს, აი საათნო ფაქიზი, აი ჯადოსნური ადამიანი რა და high classes პროფესიონალი, უმაღლესი კლასის პროფესიონალი. სკუტური ბაბუა. ჩემთან ქონდა ზუსტად ისეთ ურთიერთობა, როგორც ბაბუას ჰქონდა შვილიშვილთან, ჰქონდა შვილიშვილთან, რაღაც ეს ძალიან ბუნებრივად როლში იყო თან და ბუნებრივად ბაბუასავით მეკცეოდა და სხვათა შორის გავდა გარეგნობით ჩემ ბაბუას, პავლეს გულისხმობ, იმროყვას ხმელი თეთრი წვერით, ხო мама ჩემის мама ბაბუა ის დახვრიტა 17 საათი სამსახურო. ხო და მე ის სიტყვა მახსოვს ზუგუტური ბაბუა ვეუბნებით და ეს არის რუგურულად ზუგზე მომის ბაბუა და ეს ვალოდიას ბოტანილის სიტყვა რა ზუგუტური მახსოვს და ამ ვალოდიაზე მოკლედ აი ზედამთვარე ამომდი ძალიან მიყვარს ან შემიყვარდა ეს მოხუცი ბაბუა მერტი არ გწონთ ხალბატონო იულია როგორ უთხრა ჩემს ნაგრამს ჩემი პირით გადადი ჩემი ეზოდან და სხვას გაყევი მეთქი მეც მაგისი სისხლი და ხორცი ვარ რაღაცა 2 დღის სიცოცხლე დამრჩენია და დამიბრუნეთ ჩემი ბიჭი ვიგადრებ ხალბატონო იულია ვიგადრებ მაგალითად საშარე ხვიაშვილის 19 საუკუნის ქრონიკებში აქ არაჩვეულებრივი აი დაუჯერებელი სახე შექმნი. დაუჯერებელი არა დასაჯერებელი, მაგრამ ნუ აი კიდე თვარის მოტაცებაში სალოს რო თამაშობს, როგორი მნიშვნელოვანი პერსონაჟია და როგორი იმ რაღაცა სალოს სულის მატარებელი და ამ სალოსის თამაში ადვილი არ არის. ვინ უნდა იყოს ამ დილა ადრია? როგორი ხარ? მე ვარ, ნიკო. ასე ადრე არ გელოდით, იმიტომ ვერ გიცანი უცებ. არის ფიქრო დავბერდი და თავს დამავდა. როდი შემოხვედი? ამ დილით და პირდაპირ თქვენთან წამოვედი. აი, შენი კლასი ნიკო. აქ არაფერი შეცვლილა. ის იყო შესანიშნავი თამა და
გურული იუმორით დაჯილდოებული ბძენკაცი, რომელიც მოძღვრავდა ხშირად თავის მეგობრებს, როგორც უფროს, ასე უმცროს მეგობრებს და იხსენებდნენ, რომ აი ვალოდია წულაძის მიერ მიცემული რჩევა განაპირობებდა იმას, რომ ისინი წარმატებული ხდებოდნენ თავიანთ კარიერაში. მისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, რომ შეესრულებინა და დადებითი როლები, უარყოფით როლებს რატომღაც უარყოფდა. იმიტომ რომ მას დიდი კასტმოყვარეობა გააჩნდა, უკეთილშობილესი პიროვნება იყო, ასე ახასიათებენ. იყო ძალიან მოგრძალებული და როგორც ხელოვანი ჩარჩოებში ვერ ეტეოდა და ხშირად ზოგჯერ კონფლიქტებიც ჰქონდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასე ადრე რა მოგიყვანა ლუკაია? მეურვეებს გამოვყენი. მე ესე სადასული შესაძლოა. წყალში გადავაგდეს იმოხრება. დედა, ჩემი კოსტიუმი გამოუტანე ლუკაიას. აბარა მაგი საქმეა შენი ტანსაცმელში. გამოუტანე. კარგი. მოდი ლუკაია. არაყიდალი. კათფები. დღეს მალანურობა შურიგე. ხომ წამოხვალ ილორში? წამოვალ ლუკაია. სახლში როგორ არიან? თამარის შეუძლოდ გახლავთ. ავადაა თამარი. სხვა მხრივ რა გვიშარს? აჰა, ლუკაია, შენი იყოს ეს კოსტიუმი. წაიღე. როგორც ყველა გურული იუმორით სავსე იყო და მისთვის იუმორი უცხო არ იყო. ისე წარეთ და სიმართლეს გეტყოდა და მასხრობით გეტყოდა, რომ გაგიკვირდებოდა. ვითომ ხუმრობაში ატარებდა, მაგრამ სიმართლე იყო და ასეთი ანეკდოტების მოყოლის მომენტში გისმენდა, იცინოდა, ხალისიანი ადამიანი იყო, მთლიანად ვალოდია. მოკლედ მოსაწყენი ადამიანი მასთან ყოფნა სიამოვნებით მოვდიოდი სამუშაოდ. მე ახლა როგორც მსგავსებაზე არ მუშაობდი, პიროვნების ქანდაკებაზე მუშაობდი. როცა გამოჩენილი ადამიანის პიროვნებას ძერწავ, არ გაქვს აქცენტი, მის მსგავს ხასიათის დაჭერაა მთავარი. და არა ის რომ რაღაც წამწამები ან რაღაც თვალის ის რა გავდეს. თავარია ხასიათი მისი და მას ჰქონდა თავისი სახე ჰქონდა ისეთი სახე რომ არავის არ გავდა. მთლიანად შეგეძლო ცალკე მიგეძღვნა მისთვის ნამუშევარი. რა მაგის პასუხია და ოსმალეთში რომ ვიყავით, ხე? ჩემო ტერაპო თავის ოსმალეთი. ახლა რა თქვენეთ, ჩემი თორა რა ხოცავ ყველას. ეი, ხოს და გაგონება. ძანე ტერაპო. ძანე. ჰა. ჰა. ოსმალეთში რომ ვიყავი მეთქი, ტყვეთ. ძირში სულ აქაურობა მესიზმებოდა. დავხუჭავდი თვალს თუ არა, მაშინვე აგავშდებოდი აგერ, ჩემ სოფელში. დავრბოდი ფეხში შველი ამ გახურებულ ბელტებზე. ხან ჩვენს წყაროსთან ჩამოვждებოდი. ხან კი ნიგზის ძირში გევიტრუნებოდი ჩეროში. ახლა ვიხსენებ და ვერ გამიხსენებია. მართლა ვიყავი ოსმალეთში ტყვეთ თუ დამესიზმა აიტყუების ამბავი და სინამდვილეში კი ამ სოფლიდან ფეხი არ მომიცვლია. მადლობა ღმერთს. ჩემს ბაღლობაში დაწყებული ამბავი ძლივს არ დაამთავრა.